1787 წლის ივნისში თომას ჯეფერსონმა პარიზიდან წერილი გაგზავნა, რომელშიც თხოვდა თავის ქალიშვილებს, რომ საფრანგეთში შეუერთებოდნენ. მალე ისინი ჩამოვიდნენ. თან ახლდათ მონობაში მყოფი თინეიჯერი გოგონა, სახელად სალი ჰემინგსი. შემდეგი 2 ათწლეულის განმავლობაში მან 6 შვილი გააჩინა, რომლებიც ფართოდ ითვლებიან ჯეფერსონის შვილებად და გახდა ქალი, რომელიც ამერიკის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური დაპირისპირების ცენტრში აღმოჩნდა. მაგრამ ვინ იყო სალი ჰემინგსი? და რა მოხდა სინამდვილეში მისა და დამფუძნებელ მამას შორის? ჩვენ ნამდვილად არ ვიცით, როდის დაიბადა სალი ჰემინგსი. მე-18 საუკუნისთვის უკვე არსებობდა მზარდი რაოდენობის ჩანაწერები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, როდის დაიბადნენ ადამიანები, განსაკუთრებით ნათხოვების ჩანაწერები, მაგრამ ეს ძირითადად მხოლოდ თავისუფალ ამერიკელებს ეხებოდა. ჩვენ ვერ ვიქნებით სრულად დარწმუნებულები, როდის დაიბადნენ მონობაში მყოფი ადამიანები, თუმცა სალი ჰემინგსის შემთხვევაში ზოგადად მიიჩნევა, რომ ის დაახლოებით 1773 წელს დაიბადა ჩარლზ სიტის ოლქში, ინგლისის კოლონია ვირჯინიაში. კონტექსტისთვის ამ დროს თომას ჯეფერსონი 30 წლის იყო, ხოლო ბოსტონის ჩაისწვეულება, რომელიც ამერიკის რევოლუციური ომის დაწყების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდია, 1773 წლის დეკემბერში მოხდა. ამგვარად სალი გაიზარდა ომის ფონზე, თუმცა მისი ჩამოყალიბების წლები გაცილებით მშვიდი იქნებოდა 1780-იან და 1790-იან წლებში. სალის დედა იყო ელიზაბეთ ჰემინგსი, მონობაში მყოფი ქალი, რომელსაც ვირჯინიის პლანტაციის მფლობელი ჯონ უეილსი ფლობდა. მიჩნეულია, რომ ელიზაბეთი დასავლეთ აფრიკელი ქალისა და თეთრკანიანი პლანტატორი მამის შვილი იყო. მას 6 შვილი ჰყავდა თავის მონათმფლობელ უეილსთან, რომელთაგან ერთ-ერთი იყო სალი. ეს ნიშნავს, რომ დედისა და დედის დედის მხრიდან სალი დასავლეთ აფრიკული წარმოშობის იყო, მაგრამ მისი 4 ბებია ბაბუიდან 3 თეთრკანიანი ევროპული წარმოშობის იყო. იმ დროის რასობრივი კლასიფიკაციით მას კვადრონად მიიჩნევდნენ. თანამედროვე აღწერებში მას მუდმივად აღწერდნენ როგორც ლამას და ძალიან ღია კანისფერს, რაც მის ძირითადად ევროპულ წარმოშობაზე მიუთითებს. სალი მამამის არასდროს იცნობდა, როგორი უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო მათი ურთიერთობა, ნებისმიერ შემთხვევაში. 1773 წლის მაისში ჯონ უეილსი გარდაიცვალა. შესაბამისად, შეიძლება მან სალიზე ადრე გარდაიცვალა. როცა ის გარდაიცვალა, ჯონმა დიდი ვალები დატოვა და მისი ქონების დიდი ნაწილი სწრაფად გაიყიდა, რათა კრედიტორებისთვის ვალები დაეფარათ. მემკვიდრეობის დარიგებისას უეილსის სიძე ელიზაბეთ ჰემინგსი და მისი 6 შვილი, რომლებიც უეილსისგან ყავდა, თავის საკუთრებაში აიყვანა. ეს სხვა არავინ იყო თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების მომავალი მესამე პრეზიდენტი, თომას ჯეფერსონი. უკვე 1770 წელს მან დაიწყო უეილსის ქალიშვილ მარტას ეთრფობა და საბოლოოდ ისინი 1772 წელს დაქს დაქორწინდნენ. იმ დროს ჯეფერსონი ვირჯინიის ადვოკატი და პლანტაციის მფლობელი იყო, მაგრამ ის ახალგაზრდა კაცი იყო და ჯერ კიდევ არ იყო ის ეროვნული ფიგურა, რაც ბრიტანეთთან ომის შედეგად გახდა. თუმცა ეს თითქოს უმნიშვნელო ოჯახური კავშირი იყო ურთიერთობის დასაწყისი, რომელიც ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საკამათო და განხილულ ამბად იქცა. იმ დროს, როდესაც სალი ჰემინგსი, მისი დედა და და-ძმები ჯეფერსონის საკუთრებაში აღმოჩნდნენ, მან ახლახან ააშენა თავისი ცნობილი მონტიჩელოს მამული ვირჯინიის ალბემარლის ოლქში. ამიტომ სალი დიდწილად აქ გაიზარდა. ჯეფერსონი და მისი ცოლი მარტა უეილსი ძალიან ახლო ურთიერთობაში იყვნენ და საერთო ინტერესები ჰქონდათ, როგორიცაა მუსიკა, ლიტერატურა და ცხენოსნობა. მათ ერთად 6 შვილი ჰყავდათ, მაგრამ ტრაგიკულად მათი შვილების უმეტესობა ჩვილობაშივე გარდაიცვალა. ფოოდორი მათი შვილი, მარტა და მერი, რომელიც პოლის სახელით იყო ცნობილი, გაიზარდნენ სრულწლოვანებამდე. ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით, რა მოხდა სალის ახალგაზრდობაში, მაგრამ ცხადია, რომ ის და მისი და-ძმები მონტიჩელოს მონებს შორის სოციალურ იერარქიის სათავეში იყვნენ. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მარტა უეილსის ნახევარ-და-ძმები იყვნენ. ამიტომ სალი და მისი ძმები მონტიჩელოს სახლში მუშაობდნენ და ის დაუახლოვდა მარტას და პოლის, რადგან ისინი ერთად იზრდებოდნენ და ასაკითაც ახლოს იყვნენ. თუმცა პლანტაციის ცხოვრების რუტინას სულ უფრო მეტად ჭდილავდა ვირჯინიას ფარგლებს გარეთ განვითარებული მოვლენები. ამერიკის რევოლუციური ომი 1775 წელს დაიწყო და 1 წლის შემდეგ თომას ჯეფერსონი წამყვან ფიგურად ჩამოყალიბდა პატრიოტულ საქმეში, როდესაც მან ფილადელფიაში მეორე კონტინენტური კონგრესისთვის დამოუკიდებლობის დეკლარაცია შეადგინა. ჯეფერსონის აღმასვლა გაგრძელდა 1779 წელს, როდესაც იგი ვირჯინიის გუბერნატორად აირჩიეს. მას დაევალა შტატის ხელმძღვანელობა რევოლუციის ყველაზე ბნელ წლებში და ბრიტანული შეჭრების მიუხედავად მიუხედავად ცდილობდა ვირჯინიის კანონებისა და ინსტიტუტების გარდაქმნას. თუმცა 1780-იანი წლების დასაწყისში მისი ცოლი მართა ავადმყოფი და დასუსტებული იყო მრავალი ორსულობისა და ჩუტყვავილას გამო.
ამბობენ, რომ თომასი უნუგეშო იყო მართას ჯანმრთელობის გაუარესებისა და ტკივილის გამო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა და ის გარდაიცვალა 1782 წლის 6 სექტემბერს 33 წლის ასაკში. სიკვდილამდე მართამ ჯეფერსონს თხოვა, აღარასოდეს დაქორწინებულიყო. ეს თხოვნა სავარაუდოდ გამოწვეული იყო მისი საკუთარი არასასიამოვნო გამოცდილებით დედინაცვლებთან და სურვილით, რომ თავისი ქალიშვილები მსგავსი ბედისგან დაეცვა. ჯეფერსონი განადგურებული იყო მისი დაკარგვით და მთელი სიცოცხლე პატივს სცემდა მის სურვილს. აღარასოდეს შეურთავს ცოლი, ან ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად მაინც არა. 1784 წელს რევოლუციური ომის დასრულების შემდეგ ჯეფერსონი დაინიშნა ამერიკის ელჩად საფრანგეთში, ბენჯამინ ფრანკლინის შემდეგ. 3 წლის შემდეგ მან თავისი ქალიშვილები პარიზში მიიწვია, რომ მასთან ერთად ყოფილებდნენ იყვნენ. 1787 წლის ზაფხულში ისინი პარიზში ჩავიდნენ სალი ჰემინგსისა და მისი უფროსი ძმის, ჯეიმს ჰემინგსის თანხლებით. მიუხედავად იმისა, რომ მონობა მეტროპოლიურ საფრანგეთში არ იყო აღიარებული და სალის თეორიულად ფრანგული კანონით თავისუფლების მოთხოვნა შეეძლო, ის მაინც დარჩა ჯეფერსონის ოჯახში და მის ქალიშვილ მართას პირად მოახლედ ემსახურებოდა. პარიზში ყოფნისას სავარაუდოა, რომ ის მართას ოფიციალურ სოციალურ ღონისძიებებზე თან ახლდა და ასევე ფრანგულს სწავლობდა. თუმცა ზუსტად არ ვიცით, სად ცხოვრობდა. შეიძლება ის ან ჯეფერსონის რეზიდენციაში, ოტელ დე ლანიაკში, ან აბედე პონფერმეში ცხოვრობდა, სადაც მართასა და პოლის განათლება უტარდებოდათ. სწორედ პარიზში ოჯახის ყოფნის წლებში საფრანგეთის მონარქიის დაღამების და ინტრიგების ფონზე მიიჩნევა, რომ ჯეფერსონსა და სალი ჰემინგს შორის ურთიერთობა დაიწყო. იმ დროს ის დაახლოებით 15 წლის იქნა. მათი ურთიერთობის ზუსტი ხასიათი დღემდე დავის საგანია. მიუხედავად იმისა, რომ სელი საფრანგეთში სამართლებრივად ოდნავ განსხვავებულ მდგომარეობაში იყო, ვიდრე ვირჯინიაში იქნებოდა, მათ შორის ძალაუფლების ბალანსი მაინც ძალიან არათანაბარი იყო. ჯეფერსონი შუახნის მდიდარი დიპლომატი იყო, ხოლო სელი მის ოჯახში მონად მცხოვრები მოზაზარდი. ამ მიზეზით სელის ურთიერთობაში თითქმის არანაირი სიტყვა არ ჰქონდა და თავისუფლად თანხმობას ვერ გასცემდა. თუმცა ზოგი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ წლების განმავლობაში მათ შორის შესაძლოა ნამდვილი სითბო და გრძნობა ჩამოყალიბდა. თუმცა მათი გრძნობების ნამდვილი ბუნება ზუსტად არასდროს გვეცოდინება. რაც არ უნდა ყოფილიყო სიმართლე, ისინი საფრანგეთში დარჩნენ 1789 წელს, საფრანგეთის რევოლუციის დაწყებამდე. იმ დროისთვის სელი დაახლოებით 16 წლის იყო. როდესაც ჯეფერსონი საფრანგეთის დატოვებას გეგმავდა, სელი გზაჯვარედინზე იდგა. ერთი გზა ევროპაში თავისუფლებისკენ მიდიოდა, მეორე კი ატლანტის ოკეანეს გადაღმა, მონობის ცხოვრებაში ბრუნდებოდა. თუმცა საფრანგეთი სახლიდან ასე შორს იყო. მისი დედა, და-ძმები და ნარჩენი ნათესავებიც მონტიჩელოში იყვნენ და ეს კავშირები მის გადაწყვეტილებაზე ძლიერ ზემოქმედებდა. მისი შვილის, მედისონ ჰემინგსის, მოგვიანო მოგონებების მიხედვით, სერი მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა დაბრუნებას, რაც თომას ჯეფერსონმა დაფირდა, რომ მათი საერთო შვილები ერთ დღეს თავისუფლები იქნებოდნენ. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელმაც განსაზღვრა მისი დარჩენილი ცხოვრება და მომავალი თაობების ბედი, რომლებიც ჯერ კიდევ არ იყვნენ დაბადებულნი. სელის ურთიერთობა თომას ჯეფერსონთან უკიდურესად საკამათო იყო და ამაზე 200 წლის განმავლობაში მიმდინარეობს დებატები. 2 საუკუნის განმავლობაში იწერებოდა სტატიები და წიგნები, რომლებიც ცდილობდნენ უარყოთ ფაქტი, რომ ჯეფერსონს სელისთან ურთიერთობა ჰქონდა. ამიტომაც ეს საკითხი ცნობილია როგორც ჯეფერსონ ჰემინგსის დავა. მე-19 საუკუნეში და 20 საუკუნის დიდ ნაწილში ისტორიკოსთა უმეტესობა ან უგულებელყოფდა, ან ეწინააღმდეგებოდა იდეას, რომ ჯეფერსონს თავის ერთ-ერთ მონასთან ცალკე ოჯახი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში მდიდარი სამხრეთელი მონათმფლობელებისთვის მონებთან შვილების ყოლა იშვიათი არ იყო, უჩვეულო იყო ის, თუ რამდენად ღიად ჰქონდა ჯეფერსონს ურთიერთობა სელი ჰემინგსთან და ისიც, რომ ეს ურთიერთობა ასე მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდა. როდესაც ისინი შეერთებულ შტატებში დაბრუნდნენ, ითვლება, რომ სელი ჰემინგს ჯეფერსონთან ურთიერთობის შედეგად 6 შვილი შეეძინა. პირველი, ქალიშვილი სახელად ჰარიეტ ჰემინგსი, 1795 წელს დაიბადა. ის 2 წლის შემდეგ, 1797 წლის დეკემბერში გარდაიცვალა. კიდევ ერთი ქალიშვილი, რომლის სახელით სავარაუდოდ თეა იყო, ჩვილობაში გარდაიცვალა. 4-დან ვინც ჩვილობას გადაურჩა, 3 ვაჟი იყო. ესენი იყვნენ უილიამ ბევერლი, რომელიც 1798 წელს დაიბადა, ჯეიმს მედისონი 1805 წელს და ესტონი 1808 წელს. ასევე მათ ყავდათ კიდევ ერთი ქალიშვილი სახელად ჰარიეტი, 1801 წელს დაბადებული, რომელიც გარდაცვლილი პირველი შვილის სახელს ატარებდა. ამგვარად, სალიის სავარაუდო შვილიდან 3 თომას ჯეფერსონთან მას შემდეგ დაიბადა, რაც ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტს იკავებდა 1801-1809 წლებში. ჯეფერსონის პრეზიდენტობის პერიოდში გავრცელდა პირველი ბრალდებები მათი ურთიერთობის შესახებ.
ჭორები 1790-იანი წლებიდანვე ვრცელდებოდა, მაგრამ 1802 წელს ჟურნალისტმა ჯეიმს თე კალენდერმა, რომელიც ადრე ჯეფერსონის მოკავშირე იყო, შემდეგ კი მის პოლიტიკურ მტრად გადაიქცა, განაცხადა, რომ ჯეფერსონს თავის მონათაგან ერთ-ერთი ქალი საყვარლად ჰყავდა და მასთან რამდენიმე შვილი ჰყავდა. ეს ამბავი სწრაფად გავრცელდა გაზეთებში და ჯეფერსონის კრიტიკოსების საყვარელ იარაღად იქცა. თომას ჯეფერსონი თავად არასოდეს გამოხმაურებია საჯარო დამბრალდებებს, თუმცა მისი ოჯახის წევრები ამას აკეთებდნენ. 1850-იან წლებში მისი უფროსი შვილიშვილი თომას ჯეფერსონ რენდოლფი ამტკიცებდა, რომ სელის შვილების მამა თომას ჯეფერსონი კი არა, არამედ მისი დისწული პიტერ კარი იყო. თუმცა დღეს თითქმის არ არსებობს ეჭვი, როგორც დოკუმენტური მტკიცებულებების სიმრავლის, ასევე 1998 წელს სელის შთამომავლების მიერ ჩატარებული დნმ-ის კვლევების საფუძველზე, რომ თომას ჯეფერსონი იყო სელის შვილების მამა. კიდევ ერთი უჩვეულო ფაქტი, რომელიც სელის შვილებთან დაკავშირებით ამყარებს იდეას, რომ მათი მამა თომას ჯეფერსონი იყო, მის ფერმის წიგნშია აღწერილი. ეს იყო ჟურნალი, რომელსაც ის ვირჯინიაში მდებარე თავის პლანტაციაზე ბიზნეს საქმიანობის შესახებ აწარმოებდა. აქ ის თავის მამულში მონების დაბადებებსა და გარდაცვალებებს აღრიცხავდა. ნიშნულოვანია, რომ ის მონად ქცეული ქალებისგან დაბადებული ბავშვების მამებსაც არ ნიშნავდა, მაგრამ ეს დეტალები არ იყო მითითებული იმ ბავშვების ჩანაწერებში, რომელთა მამაც თითქმის უდავოდ თავად იყო სალი ჰემინგსთან. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მტკიცებულება არსებობდა იმის დასადასტურებლად, რომ თომასი სალი ჰემინგსის 6 შვილის მამა იყო, ეს თეორია ფართოდ მხოლოდ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში იქნა მიღებული. 1950-იან და 1960-იან წლებში, როდესაც სამოქალაქო უფლებების მოძრაობამ ასეეშოში წინსვლა დაიწყო, ამ ასპექტზე, რომელიც ასეეშოშის პრეზიდენტების ისტორიას უკავშირდება, უფრო მეტი საუბარი დაიწყო და მასზე ფართოდაც წერდნენ. თუმცა მცირე რაოდენობის კრიტიკოსები კვლავაც ეჭქვეშ აყენებენ ჯეფერსონის მამობას. ისინი აღნიშნავენ, რომ დნმ-ის ტესტირება შეიძლება დაადგინოს ჯეფერსონების მამრობითი ხაზის წარმომავლობა, მაგრამ ვერ განასხვავებს კონკრეტულ ჯეფერსონის მამაკაცებს, რის გამოც ზოგიერთმა ალტერნატიული კანდიდატებიც კი დაასახელა, მაგალითად ჯეფერსონის უმცროსი ძმა რენდოლფი. სხვა ადამიანებმა ივარაუდეს, რომ სალი ჰემინგს შესაძლოა სხვა მამაკაცებთანაც ჰქონოდა ურთიერთობა. თუმცა ისტორიკოსების უმეტესობა ასკვნის, რომ დოკუმენტური და გენეტიკური მტკიცებულებების ერთობლიობა ძლიერად ამყარებს მოსაზრებას, რომ ჯეფერსონი იყო სალი ჰემინგსის შვილების მამა, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტური დარწმუნება შეუძლებელი. სალი ჰემინგსის ისტორია შეიძლება უნიკალური არ იყოს ამერიკის პრეზიდენტების ისტორიაში. არსებობს ვარაუდი, რომ კიდევ 4 ან 5 პრეზიდენტს ჰყავდა შვილები მონა ქალებთან, რომლებიც მათ ეკუთვნოდათ. მაგალითად, უილიამ ჰენრი ჰარისონმა, რომელიც პრეზიდენტი მხოლოდ ერთი თვით იყო 1851 წელს გარდაცვალებამდე, შესაძლოა რამდენიმე შვილი ყავდა მონა ქალთან სახელად დელისია. თუმცა ამ სხვა პრეზიდენტების მონა ქალებთან შობილ შვილებს შორის არც ერთი არ არის დადასტურებული. ჯეფერსონი გამორჩეული იყო იმით, რომ მისი ურთიერთობა სალი ჰემინგსთან როგორც ჩანს 10 წლეულების განმავლობაში გაგრძელდა და 6 შვილი შეეძინათ. და მათი ერთობლივი ცხოვრება მონტიჩელოში ისეთივე საინტერესო აღმოჩნდებოდა, როგორც ის დავა, რომელიც მათ გარშემო ტრიალებდა. სალი ჰემინგსის ცხოვრება ჯეფერსონის პლანტაციაზე მონტიჩელოში 1790-იან წლებში განსხვავებული იყო უმეტეს მონებთან შედარებით. 2017 წლის კვლევის მიხედვით, სალი ჰემინგსი ცხოვრობდა ოთახში, რომელიც მთავარ სახლში თომას ჯეფერსონის ოთახის გვერდით იყო. სალი ჰემინგსი არასდროს დაქორწინებულა და ფაქტობრივად თომას ჯეფერსონის არაოფიციალური ცოლი გახდა, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასევე აღარ დაქორწინებულა. ჰემინგსის შვილები სახლსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და მათ მონტიჩელოს მონების უმრავლესობისგან განსხვავებულად ექცეოდნენ, ზუსტად ისე როგორც სალი ჰემინგსა და მის და-ძმებს ექცეოდნენ 10 წლეულებით ადრე, როცა ის იზრდებოდა. თომას ჯეფერსონსა და სალი ჰემინგს შორის ურთიერთობა 1797-დან 1809 წლამდე პერიოდულად მიმდინარეობდა. ის 1797-დან 1801 წლამდე ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, ხოლო 1801-დან 1809 წლამდე ამერიკის შეერთებული შტატების მესამე პრეზიდენტი იყო. თომას ჯეფერსონი მონტიჩელოში სალი ჰემინგსთან ურთიერთობის დამალვას განსაკუთრებულად არ ცდილობდა, თუმცა იცოდა, რომ გარკვეული ზღვარი არსებობდა, თუ რამდენად ღიად უნდა ყოფილიყო. სანამ ის ვაშინგტონში ცხოვრობდა, სალი ვირჯინიაში რჩებოდა და არ არსებობს მტკიცებულება, რომ ლებარომ ოდესმე თეთრ სახლში ეწვია მისი პრეზიდენტობის პერიოდში. საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ ჯეფერსონი მონტიჩელოში დაბრუნდა, რათა დარჩენილი დრო წიგნებით, არქიტექტურით, მეცნიერებითა და პლანტაციის ცხოვრების კომფორტით გაშემორტყმულს გაეტარებინა. თუმცა სალისა და მისი შვილებისთვის მომავალი გაცილებით ნაკლებად იყო განსაზღვრული. ვირჯინიის კანონმდებლობა მონებს უკრძალავდა დაქორწინებას, იმავე წესით, როგორც თავისუფალ ადამიანებს შეეძლოთ დაქორწინება. ამის მიუხედავად, ბევრმა დამონებულმა წყვილმა ჩამოაყალიბა მყარი ფაქტობრივი ურთიერთობების რთობები. ეს სალი ჰემინგს არ ეხებოდა და შთაბეჭდილება გვჩება, რომ ის მრავალი წლის განმავლობაში თომას ჯეფერსონის ხარჯადან ფსევდოცოლად მიიჩნეოდა. ის აგრძელებდა ცხოვრებას მთავარი სახლის შიგნით და მის გარშემო პლანტაციის ტერიტორიაზე, სადაც ასობით დამონებული ადამიანი სხვა დამხმარე შენობებსა და მონების საცხოვრებლებში ცხოვრობდა.
თომასი იმ დროის სტანდარტებით ძალიან მოხუცი გახდა და მხოლოდ 1826 წელს 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. იმ დროისთვის, როცა ის გარდაიცვალა, სალი თეორიულად მაინც მონა იყო. მან არასდროს გაათავისუფლა სალი მონობიდან. თუმცა თავის ანდერძში სალის ზოგიერთი შვილი მონობიდან გაათავისუფლა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ სფეროში წარმატებული იყო და უზარმაზარი მემკვიდრეობითი ქონება ჰქონდა, ჯეფერსონი ცუდი ბიზნესმენი აღმოჩნდა და გაკოტრებული გარდაიცვალა. ამიტომ მისი ქონების დიდი ნაწილი მართა ჯეფერსონმა გავიდა, რათა ვალები დაეფარა. ეს იმას ნიშნავდა, რომ თომასის მონების უმეტესობა აუქციონზე გაიყიდა, მაგრამ სალი მათ შორის არ იყო. მართამ, რომელიც ასევე სალის ნახევარდიშვილი იყო, მას შემდეგ მისცა საშუალება ფაქტობრივად თავისუფალი ქალივითი ეცხოვრა. მან თავისი ბოლო წლები შარლოტსვილში გაატარა, 2 ვაჟიშვილთან და მათ ოჯახებთან ერთად. ისი გარდაიცვალა 1835 წელს, დაახლოებით 62 წლის ასაკში. როგორც აღინიშნა, სალის 2 შვილი ჩვილობაში გარდაიცვალა. ჰარიეტს 1822 წელს მისცეს უფლება დაეტოვებინა მონტიჩელო და თომასმა მას წასვლისას დიდი თანხა, $50 გადასცა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ის ჯერ კიდევ იურიდიულად მონა იყო, ჯეფერსონს არასოდეს უცდია მისი ვირჯინიაში, საკუთარ მამულში დაბრუნება. არ არის ცნობილი, რა დაემართა მას. 1822 წელს წასვლის შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში ის ხანდახან სწერდა თავის და-ძმებს, მაგრამ ამის შემდეგ ის თითქმის მთლიანად ქრება ისტორიული ჩანაწერებიდან. უილიამ ბერლი ჰემინგსი 1812 წელს 14 წლის ასაკში შეგირდად მიაბარეს გამოცდილ ხისხელოსან ჯონ ჰემინგს, რომელიც მისი ბიძა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჯეფერსონმა ის ოფიციალურად არასოდეს გაათავისუფლა, ბერლი ჰემინგს ახალგაზრდობაში ნებად ართეს დაეტოვებინა მონტიჩელო და დამოუკიდებელი ცხოვრება დაეწყო. იურიდიულად ის მონად რჩებოდა, მაგრამ პრაქტიკაში მან თავისუფლება მიიღო ოფიციალური გათავისუფლების გარეშე. მან ზრდასრულ ასაკში გადაწყვიტა თავი თეთრკანიანად ეცნო, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად ღია კანის ფერის იქნებოდნენ სალისა და თომასის შვილები. ესტონ და მედისონ ჰემინგსები ოფიციალურად გაათავისუფლა თომასმა თავის უკანასკნელ ანდერძში. მათი დედის გარდაცვალების შემდეგ 1835 წელს ესტონმა და მედისონმა თავიანთი ოჯახებით ერთად ოჰაიოში გადაინაცვლეს, თავისუფალ შტატში, რომელიც მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში მასობრივად დასახლდა. ესტონის ოჯახი მოგვიანებით 1850-იანი წლების დასაწყისში კვლავ გადავიდა ვისკონსინში. ის რამდენიმე წლის შემდეგ 1856 წელს გარდაიცვალა. მისი ერთ-ერთი ვაჟი ჯონი ამერიკის სამოქალაქო ომში კავშირის ჯარების გამორჩეული სარდალი იყო. მედისონი და მისი ოჯახი ოჰაიოში ცხოვრობდნენ მის გარდაცვალებამდე 1873 წლამდე. იმავე წელს მან ოჰაიოს გაზეთში გამოაქვეყნა სტატია, სადაც მოგვიანებით განაცხადა, რომ ის და მისი და-ძმები შეერთებული შტატების მესამე პრეზიდენტის არალეგიტიმური შვილები იყვნენ. 1988 წელს ჩატარებულმა დნმ-ის ტესტირებამ მტკიცებულება წარმოადგინა, რომელიც სალი ჰემინგსის შთამომავლებს ჯეფერსონის ოჯახთან აკავშირებს და მისი შთამომავლები ახლა შეერთებულ შტატებში ცხოვრობენ. თუმცა სალი ჰემინგსის ისტორია განსაკუთრებული არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მოხდა. ათეულობით მილიონ ამერიკელს ყავს წინაპარი, რომელიც ერთგვარად პლანტაციის მფლობელებსა და მონებს შორის ურთიერთობაში იყო ჩართული. რაც მის ისტორიას გამორჩეულს ხდის, ის არის, რომ ის გადარჩა. თაობების განმავლობაში ცდილობდნენ მისი უარყოფას, იგნორირებას ან დამალვას. თუმცა საბოლოოდ სიმართლე უფრო ძნელი დასამარხი აღმოჩნდა, ვიდრე ის ადამიანები, ვინც მას განიცდიდა. დიდი მადლობა ყველას, რომ უყურეთ ამ ვიდეოს სალი ჰემინგსზე. იმედი მაქვს მოგეწონათ და საინტერესო აღმოჩნდა თქვენთვის. მომწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ მის ცხოვრებაზე და თუ გსურთ მეტი ვიდეო მსგავსი თემებით, ისიც მაცნობით. თუ გსურთ მეტი ვიდეო მსგავსი თემებით, კომენტარებში მაცნობით. იმედი მაქვს, რომ გამოწერილი ხართ და შეტყობინებები ჩართული გაქვთ, რათა ჩემი ყველა ვიდეო მაშინვე მიიღოთ, როგორც კი ავტვირთავ. როგორც არ უნდა იყოს, ეს იყო ყველაფერი ჩემგან, ასე რომ შემდეგ Forgotten Lives-ის ვიდეოში გნახავთ. მადლობთ!